ეს რადიკალური ვიყავი, ჩემზე რადიკალური ზოგადად იმ გაგებით რომ მოდი საღი აზრის ფარგლებში. რამე გავაკეთოთ, რამე შეიცვალოს, ჩემზე რადიკალური არ უნდა მეგულება. მე უბრალოდ ხალხი რომ სიტყვით რაღაცას ლაპარაკობდა, რომელსაც არანაირი აზრს არასდროს არ აყენებდა. ხო და არა, საქმეზე სანამ გადახვალ, პირველად იყოს სიტყვაო. ანუ ბიბლიური სიბრძნეა. და ჩვენ ვერ გადავლახეთ ეს პირველი ნაბიჯი, პირველად იყოს სიტყვა. იმიტომ პირველად იყოს სიტყვა, სიტყვით გამოსვლას კი არ ნიშნავს. პირველად იყოს სიტყვა იმას ნიშნავს, რომ ჯერ ვლაპარაკობთ, ერთმანეთს ვუგებთ, შევთანხმდებით და მერე მოქმედებთ. ხო და მე სულ მქონდა პრობლემა პირველ ნაწილთან. როდესაც ვზივართ, როცა ვლაპარაკობთ, როცა ვთანხმდებით, რაზე ვთანხმდებით და როგორ ვაკეთებთ იმას, რაზეც ვთანხმდებით. ანუ მე ამ პროცესის გარეშე არც ერთი საქმე ცხოვრებაში, ანუ რა საქმესაც ხელი არ მომკიდია. ჩვენ სულ და იგივეს ვიძახდით, რომ მოდით ხალხო შევთანხმდეთ, როგორი ქვეყანა გვინდა. რისთვის ვიბრძვით? ანუ რა შეგვიშლიან ხოცები ხელს? რო ხელს გვიშლიან, ამას ხო პრობლემა არ არის, ყველას ხო გვესმის ეს. მაგრამ წარმოიდგინე, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში მთელი პოლიტიკური სპექტრი, მაგალითად ლელოს ტევე პირველი ჯიბეში ხონდა ჩასმული, თქვენ გვარამიან გაგძარცვათ ფაქტობრივად, ჩვენ საერთოდ მოტეხილი ვიყავით და 4-5-25 გაყვიროდა ყველა და არავის არ ქონდა პასუხი კითხვაზე, რა იქნება თუ ქოცება წააგეს არჩევნები. უბრალოდ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა. ანუ ხო შეიძლება რომ შენ გინდა რომ შენ ანუ ხო როცა სტაბილურობა უნდა, ის ამორჩეველი ხონდა წამოიყვანო, ან სტაბილურობის მომხრე, სტატუს კოს მომხრე რაღაც და ამორჩეველი. იმას ხონდა შესთავაზო, არა ქაოსი. არამედ არსებულზე უკეთესი წყობა. ნაცებმა არ თქვეს, რა შეცვლი და რა შეცდომები გაიაზრა მიშამ. ამით მან დააფრთხო ახალი ამომრჩეველი, რომელსაც ნაცების ეშინოდა, ეს არ თქვა. ხოლო დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა ლელო იქნებოდა ეს თუ გახარიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა, იმათმა ვაფშე არაფერი არ თქვეს. იმათმა უბრალოდ ხალხს დაუწყეს მაიმუნობა იმითი 1000 ლარიანი პენსიებით, იმითი გახარია, ანუ მათემატიკურ სისულელეს ეუბნებოდა, ანუ მათემატიკას ეწინააღმდეგებოდა, რასაც საუბრობდნენ ლელოც და გახარიებიც და ხალხმა უბრალოდ თქვა, რომ ესენი გიჟები არიან. მოდი ესენი რომ მოვიდნენ. გახარია რასაც ამბობდა, მაგას ხო გეთანხმები ხო მათემატიკურად არა, ისიც მათემატიკური უაზრობა იყო, შეგიძლია სანდროს და იმის გრიგოლ გეგელიას დებატები ნახო მათემატიკური უაზრობის შესახებ. იქაც ეს იყო. არა, ხო, მაგრამ თან რას ვიზახ. ესეთი შეცდომები რომ დაიშვა სალაპარაკო მაგიდაზე. ეთერში კი არა გეგელიას, ხო გამოსწორდებოდა. არა, ხო და სხვა რაღაცას გითხარით, მათემატიკურზე კიდევ რაზე იყო, რომ გახარიას პოზიციონირება მთლიანად იყო მათემატიკურად არასწორი, იმიტომ რომ არც ხოცებს უყურებიო, არც ნაცებს ისე ვაყალიბებთ. მაგას ზუსტად აღარ საუბრობ, მაგრამ გახარია ხო არ გაიპრესა ამის გამო. მე უყურებ მაგალითად ესე რომ ახლა მიმდინარეობს ნაცების დაშლის პროცესი. ანუ საბოლოო ჯამში რაღაც მოტივებით, არ ვიცი რა მოტივებით, მაგრამ ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგადად ნაცები პოლიტიკურ ველზე არ არსებობდნენ. შეიძლება სხვა პარტიების დაშლის პროცესის მიმდინარეობს, რომ ისინიც არ არსებობდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობის შემთხვევაში ხო მე ამას ნამდვილად ვხედავ. და ნაცვლად იმისა, რომ აი მე ეს განცდა მქონდეს, რომ ნაცები ახლა იშლებიან ცოტა ხანში რომ ერთმანეთს დაემშვიდობებიან, მიშას გამოშვებაა მათი მთავარი მიზანი და მიშას გამოშვების გზა წარმოუდგენიათ ნაცმოძრაობის დაშლა. აი მე რომ ამის არ მჯეროდეს და პირობითად სხვა განცდა მქონდეს, რომ თქვენთან ერთად რაღაცა პროცესში მივიღო მონაწილეობა. ამისთვის ხო საჭირო სამდროში სხვა რამეა, რომ მოდი არ მონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ ამ დროს აი არჩევნებში არ მონაწილეობის დროს ხარჯავთ იმაში, რომ წარმოვიდგინოთ. ვემზადებით რევოლუციისთვის, პირდაპირ ვთქვათ რა. ვემზადებით რევოლუციით და აი ეს ხდება, რაც ხდება, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ თქვენ საქმით სხვა რამე შვებით და თუ რევოლუციისთვის ვემზადებით, მაშინ ხალხს ვეუბნებით, რომ ხალხო, ნუ გეშინიათ რევოლუციის. აგერ ნახეთ, ჩვენ თუ რევოლუციას ანუ ხალხი თუ მოახდენს ხალხი ახდენს რევოლუციას, ხალხი თუ რევოლუციას მოახდენს, აგერ ჩვენ უკვე შევთანხმდით როგორი სასამართლო გვექნება. ეს სასამართლო არასდროს არ იქნება მულუზის სასამართლოს მსგავსი. რატომ? ამიტომ და ამიტომში პირველი უნდა იყოს რომ ნაცებმა გაიაზრეს შეცდომები. გაიაზრეს რაში გამოიხატა რომ აი ამას ეთანხმებიან ახლა. ეკონომიკაში აი ნაცვლად იმისა რომ რუსეთ-უკრაინის ომზე ვარ ჩამოკიდებული რაღაცა შაუხრალად იქცა ქვეყანა. რომ რაღაცა სალამობია მანამდე ფული ვიშოვთ. ამის დასვათ აი ჩვენ გვაქვს გრადი ეკონომიკური განვითარების გეგმა. პირობითად. თანამდებობის პირები, აი ვიღაცების გეშინოდათ ადრე. აი ეს კაცი იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება ასეთი ფუნქციები. გვეყოლება არჩევითი პოლიციის უფროსები და არა თქვათ ერთი კაცის მიერ დანიშნული ყველა პოლიციის უფროსი. ანუ რაღაცა საქმეზე რო იყოს დრო დათმობილი. მე დავიჯერებდი, რომ თქვენ მართლები ხართ და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებში აი ამ ბუტაფორიაში, რაც ახლა ანუ ქარტიაც და ყველა ციხეში გეთანხმები, რომ ბუტაფორია, თუ ყველა ციხეშია, რა თქმა უნდა, არჩევნები ბუტაფორია. და ამ ბუტაფორიაში მონაწილეობის ნაცვლად აი ჩვენ აი ამ გზას გთავაზობთ. მოდით ხალხო, ეს დრო დაუთმოთ იმას და მოვემზადოთ რევოლუციისთვის. რევოლუციას ხალხი თვითონ ახდენს, ჩვენ დავხდეთ მზად, რომ ხრამში არ გადაჩეხოს რევოლუციამ ქვეყანა. ასევე ნაცვლად რაღაცა შურისძიებისა და ვიღაცა ყველას დაგიჭერდა ქონებას თავიდან გადავანაწილებთ, იმ ხალხს რომელიც დღეს შეშინებულია სხვადასხვა ფორმით და ნუ ხაზარაძე ციხეში ის როგორ დავიჯერო რომელიმე ბიზნესმენი, რომელსაც ოდნავ ჭკუა აქვს თავში და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით რო ციხეში ის ვიღაც ბიზნესმენი მშვიდად არის.
ნაცვლად იმისა, რომ შენ მოდი მე შურს ვიძიებ, თავიდან გავანაწილებ ხონებს. ამის ნაცვლად, მართლა რომ თანხდებოდეთ, როგორ ვეპყრობით ბიზნესმენებს, რომლებიც ცხადია, რომ კონფორმისტები არიან, ეს მათი პროფესიაა კონფორმისტი. ასე იშოვეს ამ ქვეყანაში. პირველი თაობის ასეთი ბიზნესმენები გვყავს. ჩვენ რო პირველი თაობის გამომგონებლები და რევოლუციონერები ყოლოდა ბიზნესმენებად, ასე დღეში ხო არ ვიქნებოდით. ხო მთავრობა ამას ვერ გაბედავდა. ჩვენ ხო კონფორმისტები ყავდა ასეთ ტიპებად. ძირითადად ცეხავიკა კონფორმისტა ხალხი. მე შეიძლება ვიღაც დაემატა პირველი თაობის ინოვატორები არ არიან. არა, ცხადია, ვიღაცა ინოვატორიც არის. მე არ მინდა რომ ყველა ერთმანეთს შევარიო. ვიღაცა მეორე თაობის მილიონერია პირობითად. ვიღაცა შეიძლება გამოვიდა ამ ნარატივიდან. არა, ზოგი აიტიპიც არის ხო ბიზნესი. ხო, ცხადია, მაგრამ ანუ ძირითადი ნაწილი იმ ხალხის, რომელიც დოვლადს ქმნიან, იმ ხალხის, რომელიც პირობითად რაღაც საზოგადოების წინსვლას უნდა ასტიმულირებდეს, იმიტომ რომ პულის ფულზე არ ფიქრობს რა ბოლოს და ბოლოს. საშუალება აქვს რომ რამე ამბიციური ტიპი გაიჭიტოს. აი იმ ხალხისთვის რაღაცა პროგრამა რო ქონდეს, რომ აი ხალხო, ნახეთ აი რას გიშვებიან. ნახეთ თქვენ კოლეგებს არ შვებთ. თქვენ როდის მომერგებენ არ არის. აი ამის პროცესის დაორგანიზება. მე ნახე როგორ არ არის ის ამათ საბოლოო ჯამში 4 ოქტომბერს რო რევოლუციას ახანე ვიყვანო. შენ რასაც ამბობ, ეგ არის რა თქმა უნდა სურვილი, რომელიც არის ძალიან ლეგიტიმური სურვილი ასე ობიექტური კაცისგან, რომელიც გეტყვის რომ აი მოდი უკეთესი არ ჯობია, უკეთესი ყოველთვის ჯობია რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც მოცემულობა გაქვს, რომ საუკეთესო ვერ იქნება, იმიტომ რომ მით უმეტეს დიქტატურის პირობებში ოპოზიცია საკუთარ ფორმაში არ არის ხოლმე. ეს იმის საპირწონე არ არის, რომ ამის გამო ხოცები უნდა იყვნენ. მიხვდი რას გეუბნები? შეიძლება ოპოზიციაში იყოს პრობლემები და ეს პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს. შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი ქონდეს ბევრ ადამიანს, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჯეროთ აზრი იმაზე, რომ ძირეული, თუნდაც ამ ზურაბიშვილის ქარტის ფარგლებში რაზეც რაღაცებზე შეტაფდა თუნდაც ოპოზიცია იმაზე რომ აი 9 რეკომენდაცია რო იყო აი რაღაცებზე ხო თავდებოდნენ მე იმის თქვა კი არ მინდა რომ უკეთესი არ უნდა ყოფილიყო პირიქით მეც მოუყვები ყველა ობიექტურ ადამიანს ვინც მეტყვის რომ უკეთესი უნდა ყოფილიყო უნდა ყოფილიყო და ბევრი შეცდომაც ყოფილა რა თქმა უნდა აბა შეცდომები რო არ ყოფილიყო ივანიშვილიც არ იქნებოდა ხო ასევე მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს რეალობა, როდესაც ტიპი შპს საქართველოს აკეთებს რუსული ინსტრუქციით და ამიტომაც მე მაგას გეუბნები, რომ ის რომ შეცდომები დაუშვით, ის რომ თუნდაც ბევრი ადამიანი შეიძლება უკმარისობის განცდა ყოფილიყო, ეს იმის რაღაცა საპირწონე არ გახლავთ, რომ აი ხე ხოცები უნდა იყვნენ ამის გამო. ხოცები არ უნდა იყვნენ, ამაზე უნდა შევჯერდეთ. საქართველოს ივანიშვილის გარეშეზე უნდა შევჯერდეთ. ამ დინამიკაში ჩვენ უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, რომ ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ წინააღმდეგობაში, ბუტაფორიებში არ მივიღოთ. ხო, რასაკეთებს ნაცნობრივად გაერთიანებისთვის. ერთიანობისთვის რომ იმ გაგებით, რომ სადაც ყველა კი არ განაცდება, მე არ ვაპირებ განაცებას. ანუ ვაფშე არაფერ შუაში არ ვარ განაცებას. ჩვენ არ ვთავაზობთ ვინმე განაცებას. მაგრამ ნახე, მაგალითად რა პლატფორმა იყო აქამდე შექმნილი ან დღეს რა პლატფორმა აქვს იმისთვის რომ ამაზე შეთანხმდეთ ჩვენ რაც თავაზობთ მაგალითად რომ ნომერი 5 რახან ნაცური იყოს არ იყოს ნაცური რომ იყოს რაღაც თქვა ნეიტრალური ნომერი რომელიც არც ერთის არ იქნება იყოს თქვა კოტირება რომ შევისწავლოთ თუნდაც ხო აი კოტირება რაღაც სოციოკულტურით განსაზღვროთ აი რომელსაც შევტახდებით ჩავატარებთ იმას იმაზე ნაკლები ადამიანი იყოს თუნდაც საპარლამენტო სიაში თქო რამდენიც ამ სოციოკულტურის შედეგად ნაცებს უნდა გვეკუთვნოდეს ხო აი ამ ყველაფერს მზად ვიყავით ამაზე ღიად საუბრობდით ერთი წლის წინაც ლინახების წინაც მიხეილ სააკაშვილიც ღიად ახლა ყველაზე კაფე ხა მიხეილ სააკაშვილი თქვენამდე ნომერ პირველი ლიდერი არის ხო და თუმცა ისიც საუბრობდა ამაზე ხო და ამ პირობებში მათ უარი განაცხადეს მაგრამ ჩვენ დღესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთიანობის შემთხვევაში რასაც ამბობ ეს საკითხი როცა იქნება დასმულდა თუ კაცი დამეთანხმება რომ საქართველოს ივანიშვილის გარეშე უნდა იყოს და ეს ყველაფერი ცუდია ქონდეს და აღარ უნდა მოხდეს და მოდი ჩვენ ერთიანი ძალებით დავამარცხოთ ეს კაცი და მე სამართლიანი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ ამ ხრივ წავუყვებით